საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს ტრამპის განკარგულებით დაფინანსება შეუწყდებათ. ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით ეფექტიანობისა და თანმიმდევრულობის შეფასებამდე ორგანიზაციებისთვის საგარეო დახმარება შეჩერდა. ტრამპის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ქართული ოცნება ელოდება, რომ საქართველოში საბოლოოდ შეჩერდება ისეთი ორგანიზაციების ამერიკული ფულით დაფინანსება, რომელთა მიზანიც ქვეყანაში რადიკალიზმის გაღვივებაა. ოპოზიციაში კი იმედოვნებენ, რომ ტრამპის გადაწყვეტილება დროებითი იქნება. გონია რომ ეს მხარდაჭერა მათ შორის ფინანსური კუთხით ამერიკის შეერთებული შტატებიდან კვლავ განახლდება დემოკრატიების განმტკიცების მიზნით და საბოლოო ჯამში სწორედ ტრამპის მხარდაჭერა გახდება ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვების საფუძველი. შეიძლება გამჭვირვალობის კანონი საერთოდ აღარ დაგჭირდეს. ანუ ამით ისიც დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის კანონი არათუ უბრალოდ კარგი იყო, არამედ იყო აუცილებელი. ტრამპის პირველივე გადაწყვეტილება მეც დაადასტურა. ეძახონ ახლა რუსული ტრამპის გადაწყვეტილებასაც, როგორც სიცრუეში ასხორებდნენ ხალხს, პასუხი აგოს სიცრუის გამავრცელებელმა თითოეულმა ადამიანმა ამასთან დაკავშირებით. ეს ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი, იმიტომ რომ ჩვენ ამერიკელებისთვის, როგორც სხვადასხვა ფონდის წარმომადგენლებისთვის, ასევე თავად ამერიკის ოფიციალური წარმომადგენლებისთვის, ჩვენ არაერთხელ გვითქვავს, რომ მათი გადასახადების გადამხდელების თანხა ხშირად საქართველოში ხმარდებოდა ხოლმე რადიკალური პოლიტიკური დღესასრიგის განვითარებას, ეს იქნებოდა რადიკალური ჯგუფების დაფინანსება, ეს იქნებოდა პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, რაც პირდაპირ უკანონო საქმედება ყველა სახელმწიფოში და მათ შორის საქართველოში. მაგრამ სამწუხაროდ მაშინ წინა ადმინისტრაციის პირობებში ამ თხოვნას, რომ შეესწავლათ ეს დაფინანსებები, თუ გადაეხედა ეს დაფინანსებები, არანაირი რეაგირება არ მოყოლია და ფაქტია, რომ არა მარტო საქართველოში, მაგრამ საქართველოშიც ამ თანხებით რადიკალმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეძლეს პოლიტიკური სივრცის რადიკალიზაცია და პოლარიზაცია. ტრამპის გადაწყვეტილება საგარეო დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე არის კიდევ ერთი პასუხი რადიკალური ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის ნაწილის მიმართ, ის ღიად ებრძვის ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ინტერესებს.